გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. დაგვიდგა სამშაბათი დღე და დღეს გვაქვს პოლიტიკური მიმოხილვის დღე. გულახდილად გითხრათ, ისე არ მიყვარს ხოლმე ამ პოლიტიკურ თემებზე საუბარი, მაგრამ ვერ გავექცევით და ვარდებულები ვართ ასე თუ ისე გავაანალიზოთ, იმიტომ რომ ჩვენ სამყაროს მოქალაქეები ვართ, ამ სამყაროში ცხოვრობთ და სამწუხაროდ პოლიტიკის გარეშე თუ ვერ გავაანალიზეთ, არ გავაანალიზეთ, არ მივხვდით რა ხდება, როგორ ხდება. უფლება ხო გვაქვს ვიყოთ ბედნიერები, ღმერთმა ხო შექმნა ეს სამყარო ბედნიერებისათვის. მერე უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და არ დავიზაროთ. ეხლა იმის გამო რომ მე არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი და თავი შევიკავო, ესე იგი ვიზარმაცო და უბრალოდ რაღაცა 15-20 წუთი არ დაუთმო ამ ფიქრებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, ანუ გავხდე ზარმაცი. ეს რა თქმა უნდა ჩვენ ასე ვთქვათ ხედვას ეწინააღმდეგება. გამომდინარე არ ვიზარმაცებთ და განვიხილოთ მიმდინარე პროცესები. ეს ჩემი უსაყვარლესი ადგილია, ალბათ აქედან წამოსვლა არ მინდა ხოლმე, ნახეთ რა გუნება რა სილამაზეა ყველაფერი და აქ რო დაწყნადები ამ საცობებისა და ქალაქის რიარიაში მიმდინარე პროცესების გამო, ჩემ მეუღლეს ვეუბნებოდი, რომ ისე მაღელვებს ეს თბილისის საცობები და არ ვიცი, ვერსად ვერ მივდივარ, ერთ საქმეზე რომ მიდიღარ მთელი დღე უნდები რაღაც 2-3 კილომეტრის გავლას უნდები 5-3 საათი, 2 საათი. დღეს ეხლა ვიყავი საბურთალოზე,ავლაბრიდან წამოვედი ჩემი სახლიდან და საბურთალოზე ვერც მიდიხარ, ვერ აჩერებ ამანქანას, საცობებია და ყველაზე მეტად რის იმწყდება, იცი? რაზე მწყდება გული? თბილისში რომ მიდიოდე სადმე რაღაც საქმეზე, უცბად გაივლიდი, აქ ხო ვასიკო ცხოვრობს, აქ ხო თაცხოვრო და უცბად შეუვლიდი ხოლმე და მოვიკითხავდი და გავაგზელებდი, და ეხლა რა ვასიკო, რა შოთა რომ მიხوار, ვერ აჩერებ იქ ვერსა და კი, ტელეფონით უკავშირდები რაღაცა, მაგრამ მაშინ მაინც ის თბილისის მუღამი იკარგება რა, უბრალოდ მეგობარს რომ მოინახავდი, გაუვლიდი, დედას, ბიძას, მამას მოვიკითხავდი, ეხლა არა, იმენა გეზარება და ესევე სიტყვა გეზარება არ უნდა დავიზაროთ, ალბათ ესეც არის. ეხლა იმ დღეს მაგათად დეიდაჩემი ვაკეში ცხოვრობს და რამდენი ხანია ჩამოსულიო და ვერ მივედი და ავდექი და ღამე მივედი რა, ბოლოს და ბოლოს რამდენი ხანი ვიქნებოდი ის რომ საყვარელი დეიდა არ მენახა. საიდან სად გავდავედი, მაინც პოლიტიკაზე დაგვიწყდა საქმე და ამ საცობებზე მე მაინც ვილაპარაკებ. პოლიტიკაზე რატო არ მიყვარს საუბარი, იმიტომ რომ ყოველთვის ადამიანები ჩვენ ვცდილობთ რაღაცა ლოგიკა ვნახოთ, რაღაცა კანონზომიერება და დღევანდელ სამყაროში ისეთი რაღაცები ხდება, გინდა ჩაწვდე, ამოქვექო, ასე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად გაანალიზო, იპოვო მიზეზები და ასე თუ ისე დამშვიდე, მაგრამ ისია არეული და არეული ძალიან ძნელია მაგაში ყველაფერში გაერკვე. მაგრამ ერთი ვიცი, რომ ანალიზის დროს და შეფასების დროს პოლიტიკაში განსაკუთრებით, არა მარტო პოლიტიკაში, ცხოვრებაში უნდა იყოს ობიექტური, არავითარ შემთხვევაში სუბიექტური და იმიტომ რომ როცა შენ ხარ სუბიექტური და მიკერძოებული, მაშინ უკვე შენ იმ ინტერესებს იცავ. და ცხოვრებაშიც ასე არ არის. მე ახლა ჩვენ რუბრიკა გვაქვს დაწყებული ცხოვრება და ფული, იქ გახსოვთ ხო, მე ყოველთვის ვამბობ, რომ სახელმწიფო როგორ უნდა რომ ეკითხებიან ხოლმე. მიგაჩნია თქვენ სახელმწიფოს სტრუქტურა, მე ყოველთვის ვამბობ, როგორც საკანში მეთქი. და გამეორდები მოკლედ ვიტყვი, რომ 20 კაცი ზის, კაცის მკვლელია, ცისფერია, გიჟია, გადარეულია ვიღაცა კომპოზიცია, მაგრამ იდეალური სიტუაციაა, იმიტომ რომ ყველა მიცის თავისი ადგილი. ქურდმა შავი გაგების კაცმა იცის რომ ის ცისფერია, არ მოსწონს, მაგრამ იმას ზედმეც არაფერს არ აკადრებს, ცისფერიც არ აკადრებს და ყველა მიცის თავისი ხაზი. და ეს არის ობიექტივიზმი, მაგრამ თუ მე გავიძახე და შენ ისე გააკეთებ, როგორც მე მინდა
და შენ მე არ მომწონხარ და ამიტომ ისე უნდა გააკეთო როგორც მე მომწონს, უკვე სუბიექტურია და უკვე იქ იწყება ქაოსი და სახელმწიფოში ხო ეს სახელმწიფო სტრუქტურაში და ეს ძირითადი ფორმულაა. სხვათა შორის იმ დღეს მე მინდა ცოტა ხანში მაკიაველი გადავიკეთე, ადრეც ქონდა წაკითხო და მან სახელმწიფოზე და იმაზე მიდის საუბარი და ამასაც მე გავშიფრა, მაგრამ ეს მე მომოვარში. ხო და რას ვამბობდი, უნდა ვიყოთ ობიექტურები და ანუ ყველაფერს პოლიტიკაში ნებისმიერ სახელმწიფოში, გინდა საქართველოში, გინდა ყველა ზოგადად ვიზახი, უნდა იყო ობიექტური და უნდა ფიქროდე სახელმწიფოებრივად. აი დავიწყოთ საქართველოთ. ეხლა გუშინ წინ რამხელა სიხარული მოგვენიჭა, ხო? ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და ჩვენ ყველას გვიხარო და ასეთ შენი ქვეყნის სახეა და ამხელა სოფლიო მასშტაბის წარმატებას მიაღწია და თან ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გამოვიდა უკვე, რა თქმა უნდა, თავისი ტიტულებიდან გამომდინარე და ყველას გვიხარია, ხო? იმიტომ რომ საქართველოს სახე, საქართველოს მებრძოლი, ხელოვნების დარგზე და ყველას გვიხარია და ამ დროს სოციალურ ქსელებში კითხულობ, რომ ხვიჩა რა გამარჯვებულია, როდესაც მას ქოცია და ქოცების მომხრეა. თავიდან რო კითხულობდი ამჯეროდა, ერთი კი არ რამდენიმე გამოჩნდა. მერე გამოჩნდნენ ისინი რომელიც არსენალს გულშემატკივრა და კი როგორც იმიტომ რომ იქ ის იყო კვარაცხელია იყო და კვარაცხელია რომელიც როგორ შეიძლება კახი კალაძე მივიდა და ხელი ჩამოართვა და კალაძემ ხო თქვა ჩვენიაო და როგორ ეს ვიც კალაძეს ხელი ჩამოართმევს ისო ჩვენი არ არისო და აი მარას მე არ არის მეგობრებო აი სპორტი დაუკავშირეს ამ პოლიტიკას და წეღანაც რო ვთქვი ანუ სუბიექტურები არიან ხო ვინც ამას ამბობს მაგრამ რა შუაშია გახდე არა ობიექტური იმის გამო რომ ჯერ გახსოვთ მაშინ ის რო იყო კიდო კვარაცხელი რო პატრიარქთან მივიდა და ვაიმე ასე ამოგლანძე აი პოლიტიკური ხედვის გამო რა შუაშია ან სპორტი ან თუნდაც აი აქ ირღვევა აი სუბიექტურები არიან ხო ეს კი პოლიტიკა ჩართეს ამაში მე მახსოვს კიდე აი ეს ლაშატა ლახაძე ხო ამ ასეთი ძლიერი სპორტსმენი და ძლიერი კაცი სოფლიოში არ არსებობს და ყველას გვიხარია ხო და ამ დროს ახლა გამოდის ის გვარამია და იძახის მე ასეთი სპორტსმენი არ მინდა თუ ლახაძე მალახაძე ძალიან შეურაცხყოფილი სიტყვებით ამბობდა და რაღაც ახალ პოლიტიკური ხედვის გამო. აი ესეთი მაგალითები ძალიან ბევრი იყო აი ამ დღეებში და რა არის ეს მეგობრებო? სად არის ეს სახელმწიფოების აზროვნება? სად არის ეს ობიექტური აზროვნება? რა გამოდის? ესე იგი თუ რაღაცას ვიღაც მსახიობი, სპორტსმენი ან მეცნიერი სახელმწიფოს გაგვახარებს თავისი წარმატებით და მიუხედავად იმისა, ქვეყანაში რამდენი ეკონომიკური პრობლემები არის, მთელი 1000 პრობლემებია და პატარა სიხარული, პატარა რაღაცა რო გამოგვხდება, რაღაცას რო გაგვახარებენ ჩვენი თანამემამულეები და ჩვენი მოკალაკეები, ის უნდა ვიფიქროთ, ხარი ეს არის და თუ ჩემ ხარი არის, ხო, როგორი მარაზმია რა. ეხლა მე მაგათად ძალიან მაგრა ვემხრობი, აი ეხლა გამოვიდა, გახსოვთ აი ჩემი სულ მაგას უწუნებ ჩვენ არხზე ხო ვამბობთ ხოლმე თუ იბიცის სიტყვები იგინები მე შენ ბლოკავ და სახელმწიფო მიიღო კანონი რომ ყველაფერი სოციალურ ქსელებში იყოს ყველაფერი კორექტურად. ამ დროს გამოდიან ადამიანები და იძახიან ეს გინება და ბიცსიტყვაობა და ეს არის თავისუფალი აზრის შეზღუდვა. მე თუ ვიღაცას ვაგინე, ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, ეს ჩემი აზრის გამოხე თავისუფალი აზრის შეზღუდვა და ეხა ცინიკურად იძახენ აი შექმნეს აბა რა გინდა მეგობარო ეს არის ეს ხო რა ვიცი ეს რამი ეს ობიექტურია მეგობრო აი რომ აგინე მაფურთხე და მე შენ გიყურო ასე და შენ კიდო შენ გაქვს პრეტენზია რომ მე თუნდაც ეხა მე სხვა ნაციებთან არა მაქვს პრეტენზია მაგრამ ეხა თქვა სიტყვაზე რუს დედა რო შეაგინო და ის რო შეაგინო ერთ ყურში შეუშვეს მეორეში გამოუშვეს და ამ დროს ქართველს რო ზედმეტი უთხრა ამას
ამას იძახი, რომ ეს არის თავისუფალი აზრის გამოთქმა და რა მოყვება იმას, როგორ მოყვება და ასეთი ადამიანები, რომლებიც ამას ასე ვთქვათ, ამართლებენ, პოლიტიკოსები არიან. და პოლიტიკოს, ხო იცი, პოლიტიკურ პარტიას უნდა ყოველთვის მთავრობაში მოვიდა და წამოიდგა ასეთი ადამიანები, რომ მოვლენ შემთავრობაში და ასეთი ადამიანები, რომლებიც ილანძღებიან, იფურთხებენ და გაფურთხებენ შეურაცხყოფას გაყენებენ და ამიტომ არ მიაქციო ყურადღება ასეთი ადამიანები, რომ მოვა საქართველოს მთავრობაში და ის იზრუნებს შენ ბედნიერ მომავალზე. მაგრამ ადამიანებს ჯერათ ზოგიერთს და ისევ და ისევ არიან არაობიექტურები. პოლიტიკურ მსვლელობებში, აი თუნდაც დისკუსიებს რომ მოусმენ ამ სოციალურ ქსელებში, ყველა იცავს ობიექტურად კი ლაპარაკობენ, ამან ლაპარაკობენ პირადი სუბიექტურად. ანუ ჩვენ წინა იმაშიც ვილაპარაკეთ, გახსოვთ ესე იგი. ადამიანები ფიქრობენ ვიწრო ხედვით და არა ფართო ხედვით და პოლიტიკოსები, რომლებიც ვიწრო ხედვით იყურებიან, ის ვერასდროს წარმატებას ვერ მიაღწევს. ფართო ხედვით უნდა იარო, უნდა განსაზღვრო, უნდა იცოდე გეოპოლიტიკა, მიმდინარე პროცესები, უნდა იცოდე შენი ხალხის ხასიათი, მენტალიტეტი და აქედან უნდა იმოქმედო, მაგრამ ამ სოციალურმა ქსელებმა და ამ თანამედროვე იმან რაღაცნაირად ყველას ეძლევა თავისი აზრი თქვას, ჭკვიანი თუ უაზრო თუ რაღაცა მაინც ცერდება, მაგრამ კაი თქვი, პრობლემა არ არის. ის სწორი თუ როგორ გითხრათ, კარგი იქნება და ცუდი აზრი, მაგრამ თქვი კორექტულად და ძილობის ფარგლებში, მაგრამ ეს თუმი არა, თუ იგინები და იფურთხები, ეს ყოფილა შენი თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება. ეს კი განვიხილეთ ახლა, მაგრამ ჩვენი მთავრობა თუ კიდევ იმ კანონს მიიღებს, ცილისწამების კანონს თუ მიიღებს, რავი, მე რამდენში მithქვია ჩემი აზრი, თუ ჩვენი მთავრობა მიიღებს ცილისწამების კანონს, აი მაშინაც უკვე ქვეყანა ამოისუნთქავს რა. რა თქმა უნდა, ქვეყანაში პრობლემების მეტი რა არის. სოციალური თუნდაც ეს საცობები რო თქვი, კორპუსები, პრობლემების მეტი რა არის, მაგრამ ძირითადად აი ეს თუ ჩვენი საზოგადოება ისწავლის ლაპარაკს ცილისწამების გარეშე მიხედავს ყველაფერს, ეს იქნება ძალიან დიდი საწინდარი წარმატებისა და მე იმედია ეს თავრობა თუ არა, შემდეგი თავრობა თუ მოვა, აუცილებლად მიიღონ ეს ცილისწამების კანონი, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს. თუ მე რაღაცას ვაბრალებ, ნება-ინებე, დადე ფაქტები, მაგალითები, არგუმენტები. თუ ეს არ აგაგდა ასე ჰაეში ამ სიტყვებს და ლაპარაკობ, არასერიოზულია და კანონი ამას დაარეგულირებს და ამიტომ ჩემო მეგობრებო, ჩემო ფოლოვერებო, ეხლა ბევრი ვიცი ამ ვიდეოს შემდეგ unfollowerები გახდებიან, წაშლიან, მაგრამ მე ვიცი, რომ უმეტესობა მეთანხმები და მომავალში ჩვენ უბრალო ადამიანები, რომლებსაც გვიყვარს საქართველოს ოჯახები, ქალაქი, ყველაფერი და გვინდა სიმშვიდე და სიწყნარე, ამ ცილისწამების კანონი აუცილებლად უნდა მივაღებინოთ დღევანდელ მთავრობას თუ არა, მომავალ მთავრობას, რომელიც მოვა აუცილებლად არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არჩევნები, ცუდია თუ კარგი, უნდა ჩატარდეს. ომი, უბედურება, სისხლისღვრა, აი თქვენ იცით ხო, მე როგორი ცხოვრება მაგავლილი და არა მარტო მე, არამედ ჩვენ თაობას და ჩვენ ვიცით რა არის ომი, ვიცით რა არის უბედურება და აი მეცინება ეხლა რევოლუცია ის გადავაგდოთ, ეხლა იმ დღეს უსმენდი კაცო ეს რო არის ის როა კაცო ის ბოკერიას სოლი რო არის. აუ უნდა მოვაშოროთ, აი სადაც ამერიკის ინტერესები არ გადის, საქართველოს არ ეშველება და ირანს გაუწვა საქართველოს მთავრობა და ირანი, ბიჭო, მომისმინე. ესე იგი ადამიანი არის მარტო რასაც ამერიკას უნდა იმის ინტერესების გამტარება, ესე იგი სუბიექტური ხარ და საქართველოს და ირანს მაჯახებ, აი ისეთი უაზრო, აი მე მაგათ ზოგჯერ ხო ვიძახი და დამსვი და ვილაპარაკეთ გვალმაგიდაზე და ეხა ჩერგოლოეში ჩემი ტერი ჩაუжда, ხო იცი როგორ სწრაფად ლაპარაკობს, ვერ აჯობებ ლაპარაკში, მაგრამ ფაქტია რომ არ ამბობს სწორ რაღაცას, ხო? კი, გასაგებია შენ ამერიკის ინტერესებს იცავ და იმათ ინტერესებს იცავ, მაგრამ საქართველოს ინტერესებს რატო არ იცავ და გინდა რა თქვა, ესე იგი აი ამათხოვარ ირანელებს გაუწვა, გამოუწვა, რატო გაუწვა, ბიჭო, ირანი შენი
ის თავარი ასი უნდა იყოს საქართველოს რომ არ დაზიანდეს და იგივე შემიძლია თქვა რუსეთზე ხო? თუ შენ რუსეთზე ცოტა იმის გამო რომ საქართველოს არ დაზიანდეს და ობიექტურად განსაზღვრა ამას ყველაფერს გეძახიან რომ შეღარ რუსისტი და რუსის მომხრე. დანიელ გიყვარს აქ შეინობა? სოკოებს ყიფავ ხოლმე? ხა გითხრა შავი მიწა მოიტანი. იქ რო ჩახვიდე იპოვე შავი მიწას. ავილებიც ალბათ, ხო? რა მაგარი ჩაქუჩი გაქვს? ჩვენი დანიელი დედიკომ დააბარა რომ შავი მიწა. ავილებიც ის უნდა თეთყობა. ძაღს იცნობ? იცნობ ამ ძაღს? აგა კეთილი ძაღლი, ცუკა მოთი. წამოწვა. დანიელი რო. მიდი დაარტყი, მაგრამ ჩაქუჩი. ოჩა. მაგარი ადგილია, მაგარია. ცუგა. მე ვარ. ისე რომ დაფიქრდე, რა კარგია ცხოვრება, სილამაზე, ბუნება, კარგი ურთიერთობები და გინდა არ გინდა საუბრები იმ თემებზე, რაზეც ცუდად მოქმედებს და ცუდ რაღაცებზე რო ფიქრობ, მაგრამ რას იზავს ჩვენ კარგი დევიზი გვაქვს კიდევ ასეთი რომ იმდენად პატარაა რომ ჩვენ არა გვაქვს დრო დავხარჯოთ ცუდ რაღაცებზე. თუმცა ვიფიქროთ კარგ რაღაცებზე, მაგრამ ცუდიც არის, მაგრამ ცუდისთვის უნდა იყოს ობიექტური, ბრძენი, კარგი და უნდა ფიქრობდე ობიექტურად და სახელმწიფოებრივად თუ სახელმწიფო პოლიტიკურ თემებს ეხება. რატო გიყრებს ახლა ეს ძაღლი არ ვიცი? ცუგა. თან იქიდან იყურება. ლეკვები ხო არ აქვს თვითონ. ცუგა. იქიდან არ მიშეს ამ უკან დაუბრუნდეთ. არ გავაღიზიანოთ ჩვენი ძაღლი. უნდა ვიყოთ ობიექტურები და არა სუბიექტური. ეხლა მე რო ვიყო სუბიექტური. ეს ძაღლი ვინ არის? რა უნდა? წავიდოდი იქიდან, ისე ლამაზი ადგილებია, მაგრამ რაღაცაზე ნერვიულობს და ჩვენ ძაღა მოუტრიადებ და წამოვიდეთ რომ ვიყოთ ობიექტურები, რომ ეს ძაღლი არ მანერვიულოთ. და ბოლოს თუ გაბრაზდა და ჩემსკენ წამოვიდა, გამაზიანებს და იმდენი გონება მაინც აქვს რომ არ დავიზიანოთ ჩვენი თავი და ამიტომ სხვა მიმართულებით წავიდეთ. ეს გზას თუ არ გაამართლებს და რაღაც დაბყოლება გვექნება, ისევ დავფიქრდებით და ვიპოვით გზას და ესე ასე თავი არ დავიზაროთ და იმ გზას ვიპოვით, რაც საჭიროა და ის გზა, რაც ჩვენ არ დაგვაზიანებს. მეორე ძაღლიც არის, ეს კეთილი ძაღლია. დანიელს დედიკო მოუვიდა და ხა დედიკო ეხმარება მიწის მოთხრაში. ეთქოს ავარად ყვავილებისთვის უნდათ. კარგი მიწაა, კარგი. ისე რა. ცუგა. იმედია შენ არ დამიწყებ ყეფას. ცუგა, მოდი, ნუ გეშინდენ. მოდი. გადავიდეთ ახლა პოლიტიკაზე ესე. ახლა მოგეხსენება მთელი ყურადღება სომხეთის არჩევნებზეა გადასული. იქაც ეს ლიბერალური მხარე ევროპის სახით და აქეთკენ რუსეთის სახით მიდის ბრძოლა. ორივე აქაც არა ობიექტურები არიან, ძალიან სუბიექტური ის პაშინიანი და ის აგვარისა კარაპეტიანი და აი აქაც ისეთი მომენტია რა, უყურეთ. სუბიექტი ეჯახება ერთმანეთს. რატომაც ესეც ჩემი პირადი აზრია, რომ პაშინიანი იცავს ევროკავშირის და ევრობიუროკრატიის ინტერესებს
და ამ დროს მთელი, რა ქვია, სომხეთის ეკონომიკა დაკავშირებულია რუსეთთან. ის კარაპეტიანი ხო რუსეთის ინტერესების გამტარებელი არც მალავს პირდაპირ. მაგრამ აი რომ ამბობთ ვიდეოს დასაწყისში, უყურეთ, ესე იგი პაშინიანი ებრძვის რუსეთს. ამ დროს სომხეთში რუსული ჯარი დგას ნაკანში დემიებში. რკინიგზა რუსეთის არის, მთელი ეკონომიკა რუსეთზეა მიბმული 95% და ებრძვის რუსეთს. ამ დროს რუსეთი იმუქრება, რომ ამას ყველაფერს დაკეტავს, მაგრამ აი რუსეთის არალოგიკურობას და რაღაცა მისი მომხრეები არიან ხო კარაპეტენ და იმათაც დაუკეტა და იმუქრება, რომ აი მე ამას დაგიკეტავ და თვითონ ხარს უჭერს და ამ დროს პრობლემას უქმნის სომხეთის სახელმწიფოს. აი დასაწყისში რო თქვი, აი ვერ გაიგებ რა ხდება, რატო თითქოს პირიქით ხარი უნდა დაუჭიროს, ის დაუჭიროს. ეხლა ზოგი მეტყვის, აი ევროპა ჭკვიანურად აკეთებს, რუსეთი გიჟები არიან, გადარეულები არიან, მაგრამ ამ დროს უნდა შეხედო გეოპოლიტიკას და პოლიტიკურ ინტერესებს. მაგრამ ირთობა ის ფორმულა სუბიექტივიზმი და ობიექტივიზმი. სუბიექტურად რაღაცა ქვეყნების ინტერესების გადაკვეთა ხდება სომხეთში და ზოგადად პატარა სახელმწიფოებში დიდი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთა. რატომ მოიყვანეს სომხეთი? იგივეა ჩვენთანაც საქართველოში. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ბევრი რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია, რაც შეუძლია დიდ ქვეყანას. და ჩვენ ისტორიასაც რო გადავხედოთ, ყოველთვის ის მეფეები იყვნენ ძლიერები და წარმატებულები, ვინც ობიექტურად იქცეოდნენ, არ ზედმეტი, არც ნაკლები და ის მეფეები იყვნენ წარმატებლები, რომელიც სუბიექტურად უდგებოდნენ ყველაფერს. აქ ერთობა ის ხედვა, ვიწრო ხედვა, ფართო ხედვა და ერთმანეთში არის არეული ეს ყველაფერი და ის არის ჭკვიანი და წარმატებული, ვინც ამას ყველაფერს დაალაგებს და ბრძნულად მიუდგება საკითხებს. ბრძნულად უნდა მიუდგეს საკითხებს, როდესაც ქვეყნის ბედი შენხე, ხალხის ბედი შენხე გექვემდებარება მომავალი და ასე შემდეგ. და საერთო ჯამში რისი თქმა მინდა, რომ ცოტა ისე წაგვივიდა საუბარი, რომ ისე და ესე ვიყოთ ობიექტურები, ჭკვიანები, ბრძნულად ვიმოქმედოთ და გავაფრთხილდეთ ერთმანეთს. რასიზა, ცხოვრება ისეთია, ისტორიულად მოდის თან ის რა მახსენდება, იცით, აი ეს ყველაფერი ტრიალებს, არაფერი ახალი არ არის, ყველაფერი დავიწყებული ძველი, გონია ახალი, მაგრამ ვიცით ისტორია, ვიცით ინფორმაციები გვაქვს და რა გვინდა, ისე და ისე, ცოტა არ დავიზაროთ, ცოტა ტვინის უჯრედები დავძაბოთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავზარდეთ. აი ეს არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი პოლიტიკა. მასშტაბურად და მცირე თუ მიკრო თუ მაკრო სიტუაციაში ვიყოთ უბრალოდ შეგვეძლოს ანალიზის გამოტანა და მე ბრძნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ ბრძნულად. კიდევ მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ნახეთ რა ლამაზ ადგილებში ვარ. უკვე არ მინდა ასეთ ლამაზ ადგილებზე, რა თქმა უნდა იფიქრო კარგ რაღაცებზე, სილამაზეზე, სიყვარულზე, ბედნიერებაზე და ყველაფერზე კარგზე. დაგემშვიდობებით და ყველას ისე და ისე გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და სულის სიმშვიდეს. იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში.